მოგესალმებით, ეს არის გადაცემა შეუზღუდავი სივრცე, მე კი მისი დამყვანი დაზრობიდეძე ვარ. მოგესალმებით ჩვენი გადაცემა ხორციელდება ფონდ ნედის მიერ, იგივე დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდი და რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების სტიმულირება. დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა იქნება 2007 წლის 8 ნოემბერი და ჩვენი სტუმრები იქნებიან ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი ანზორ ბერიძე და იმდროინდელი სტუდენტი, ყოფილი სტუდენტი ნათია დიასამიძე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე აყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენი გადაცემა ხორციელდება ინტერნეტ სივრცეში და შეგვიძლია დაგვიკავშირდეთ press-cafe.cepili ბათუმი, ეს Skype-ის ნიკია, ხოლო Facebook-ს ისკვერდეთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საძიებო სისტემაში აკრიბოთ ქართული ასოებით თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი და მოგწეროთ თქვენი კითხვები. ესე იგი, დავიწყებთ თავარი კითხვით, ბატონო ანზორ, თქვენი მისამართით, ანუ დღეს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭომ მიმართა პროკურატურას, რომ გამოეძიებინათ ის ფაქტი, რაც მოხდა 2007 წლის 8 ნოემბერს. გაქვთ იმედი, რომ გამოივიძიებენ იმ ფაქტს, რაც მოხდა? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ გამოიძიებენ, უბრალოდ ცოტა შესწორება მინდა გავაკეთო, რომ აკადემიურ საბჭოს არ გაუკეთებია, ეს გაკეთდა სტუდენტთა ინიციატივით და ამას შეუერთდა პროფესორ მასწავლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს მოდის, ეს არის სტუდენტების ინიციატივა და ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ტკივილი იმ დროს გადაიტანეს სტუდენტებმა, მეგრუე ჩვენც იქ ვიყავით, მაგრამ ყველაზე მტკივნეული სამწუხაროდ სტუდენტებისთვის აღმოჩნდა. მე არ მეგულება საქართველოში ასეთი უნივერსიტეტი, სადაც ესეთი ფაქტი მომხდარიყოს და ძალიან მიხარია, რომ ეს გაიღებდა დღეს. გუშინ, როცა უყურებდი ღია ეთერს, ცოტა არ იყოს გული გამსდა, იმიტომ რომ გასაგებია 7 ნოემბერი საქართველოს ეთნიკოსთვის არის ძალიან დიდი ტკივილი და ყველა ჩვენთაგანისთვის, მაგრამ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიდევ ერთი ტკივილი აქვს 8 ნოემბერი. და ალბათ სტუდენტების წარმომადგენლები იტყვიან ამაზე, ქალბატონი ნათია აქ არის და ამასთან დაკავშირებით ალბათ თვითონ ისაუბრებს. კი ბატონო. ანუ ნეტგაზეთმა გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ბედია, რომელიც ხელმძღვანელობდა 2007 წლის ნოემბრის აი ამ ფაქტს, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ანუ თუ იცით რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი ან ცნობილი პიროვნება, პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც იმყოფებოდა იმ დროს 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტში და თუ ღებულობდა მონაწილეობას აი ამ პროცესში. დღეს მეც მივეცი ინტერვიუ, სადაც დავით ბედიას სახელმწიფოარი ფიგურირებდა. ოღონდ ცოტა დავაკონკრეტოთ. მე იქ აღნიშნე ხაზგასმით, რომ დავით ბედია თარგმნების შემდეგ ინახავს უნივერსიტეტის შემოსასვლელში. თან ცოტა არის გაბედრული სახით. ხო, მონაწილეობდა თუ არა, მოუწოდა თუ არა სპეციალს ეს გამოძიება უნდა დაადგინოს. მაგრამ უნივერსიტეტში არის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არა მარტო უნივერსიტეტის შემოსასვლელში, უნივერსიტეტის მეოთხე, მეხუთე სართულზეც უნახეთ. მე არ მინახეთ, ვიტყვი, მაგრამ არის ადამიანები, რომლებიც აფიქსირებენ ამ ფაქტს, რომ დავით ბედია უნახიათ აი ამ დარბევის დროს. ესე რომ გამოძიება სწორედ ამიტომ უნდა ჩატარდეს, სწორედ ეს კითხვები უნდა მოიხსნას. ალბათ დავით ბედიას უნდა დავეხმაროთ, ამით ვეხმარებით, რომ ის მიმართ ეს კითხვები არის და ბუნებრივია მისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება, რომ გამოძიება ჩატარდეს და თუ მართლაც ესეთი უდანაშაულოა, ეს კითხვები მოეხსნას და თუ დანაშაულები მიუწვეს, მაშინ ხელისუფლებას ვეხმარებით, იმით რომ გამოუშთავდეს ეს ადამიანები და დავინახოთ რა არის რეალური სახე ამ ადამიანების. კი ბატონო, შემდეგ კითხვა მექნება ნათიას მისამართით, ანუ თუ გაუჩნდა იმდროინდელ სტუდენტურ თვითმმართველობას პროტესტის გრძნობა 8 ნოემბრის მიმართ. მე არ გულისხმობ ზოგადად სტუდენტურ თვითმმართველობას თუ გაუჩნდა პროტესტი. მოგესალმებით. ძალიან კარგად გავიხსენე დღეს კიდევ ერთხელ მინდა დამახსოვრდე, რომ 8 ნოემბერი არის მთელი ბათუმის უნივერსიტეტის დიდი ტკივილი. მართლა დამხმარე ეს ფაქტი ასე დარჩა, ძალიან ღელავთ მოწესავზე. და რაც შეეხება თვითმმართველობის პოზიციას, ჩვენ შევედით სტუდენტები და ჩვენ მეგობრები მოკლედ ვინც ვიყავით, ვინც ორგანიზ და წორები ვიყავით, შეიძლება ითქვას ამ აქციების თვითმმართველობასთან, თვითმმართველობის თავმჯდომარეობდა მაშინ
ბაჟნაიშვილი ლაშა და მოადგილე ხარაზი რევიზიორული მასოსო. შევედი მათთან 7 ნოემბერს, როგორც წინადით მოხდა და მოუწოდეთ, როცა ჩვენ გარეთ გქონდა აქცია, სოლიდარობის აქცია, მოუწოდეთ, რომ გამოსულიყვნენ ჩვენთან. და გამოიხადა თავის პოზიცია, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ჩვენი არჩეული, ზუსტად ესენი მიმართეთ, რომ თქვენ ხართ სტუდენტების მიერ არჩეული თავმჯდომარე და უნდა იდგეთ შესაბამისად სტუდენტების გვერდით და ხედავთ, რომ მთელი უნივერსიტეტი გამოხატავს იმ პოზიციას, რომ განან გარეთ ყველანი ერთად ვდგევართ და გამოვხატავთ ას და გვინდა რომ ჩვენს გვერდით იდგეთ. მოკლედ, ლაშა გამოხდა და არც რეზერვი. ანუ ინიციატივა მოდიოდა სტუდენტებისგან, რომ გამოსულიყო სტუდენტური თვითმმართველობა. კი ბატონო. და შემდეგ კითხვა, ანუ ამ დარბევიდან რამდენიმე დღეში უნივერსიტეტში მოვიდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბუჯანაძე და მოხდა შეხვედრა 55 აუდიტორიაში და ანუ შეფასდა თუ არა ის მოვლენები დანაშაულის ფაქტად და რა აზრის იყო თვითონ ნინო ბუჯანაძე. სამწუხაროდ ძალიან ცუდი შეფასება გაკეთდა მაშინ, ამის შესახებ ნინო ბუჯანაძემ ოფიციალურად ბოდიშიც მოიხადა წერილობით. მაშინ იყო ძალიან ცუდი განცხადებები, თითქოს უნივერსიტეტში მოხდა რაღაც ისეთი რომელსაც გამოიწვია აუცილებლობა სპეცნაზის შემოყვანისა, რომელიც აბსოლუტურად წვრილია, იმიტომ რომ მათი არ არის და ძალიან კარგად ემახსოვრება ალბათ, როდესაც უნივერსიტეტის რექტორმა Pablo Vladimir Balatin, დეკანებმა მერაბ ხალვაშმა და მარინა გიორგაძემ, პროფესორმა გია მასალკინმა მივიყავით და კიდევ რამდენიმე პიროვნება, რომ გამორჩეს თავარწმუნე სტუდენტები და შემოვიყვანეთ უნივერსიტეტის ეზოში. ამის შემდეგ ყველანაირი კითხვა მოიხსნა სპეცნაზის გამოყენების აუცილებლობის ან გამოუყენებლობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ იყო საგანგებო სიტუაცია გამოცხადებული, სტუდენტები უკვე შემოსული იყვნენ. Чем информация შეიძლება აქვს? Ну, მიუხედავად ეს შემდეგი თემა აი ამის მიუხედავად, დავუშვათ სტუდენტებს არ ქონდათ ინფორმაცია, არ იყვნენ ინფორმირებული ჩვენ და არა დავარწმუნეთ. მარტო სტუდენტებს, ლექტორებსაც და კი ბატონო, მე მინდა ვთქვა, რომ მე მქონდა ეს ინფორმაცია შემთხვევით, ბატონ გიასთანაც მქონდა საუბარი მასალკინთან და მანაც იცოდა და ჩვენ ამას ვარწმუნებთ სტუდენტებს, არ ვიცი ყველამ გაიგო თუ არა, ძალიან რთული იყო იმ სიტუაციაში ყველა სტუდენტამდე მიგეტანა, მაგრამ ჩვენ დავარწმუნეთ სტუდენტები და რექტორი აქტიურად იყო ჩართული ამაში და დეკანები რომ შემოსულიყვნენ ეზოში სწორედ იმ მიზეზის გამო რომ იყო საგანგებო სიტუაცია და ხელი არ მიგვეცა იმ დროს ხელისუფლებისათვის. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს მეორე ფაქტი, იქ იყვნენ საზღვაო აკადემიის სტუდენტების. ისინიც დავარწმუნეთ და მე იმ პერიოდში მუშაობდი საზღვაო აკადემიაში, ძალიან ბევრ სტუდენტს ვიცნობდი, იქ ვინც იყო მოსული. დაუბრუნდი აკადემიის რექტორს პირადად მე, რექტორის დავალებით მთხოვა, რომ ამერიკა რომ რაღაც სიტუაცია გართულებულიყო, მოვიდა საზღვაო აკადემიის რექტორი ბატონი მოდიმაშენიძე, დეკანი ალთო გეგენავა და გოჩა გოგიტიძე. და ჩვენ 4-მა პიროვნება მოახერხეთ ის, რომ ეს სტუდენტები დავარწმუნეთ და მივდიოდით უკვე საზღვაო აკადემიაში, რომ არ მომხდარიყო იმის დაბრალება, რომ თურმე სტუდენტები ქუჩაში არიან გამოსული. მაგრამ სამწუხაროდ ალბათ შადრევნებთან მდგომარეობით რომ სტუდენტები სადაც ვიყავით შადრევნებთან მისული თუ გახსოვთ მე კარგად მახსოვს ძალიან იმიტომ რომ კიდეთი უნივერსიტეტის ორ-წუთში ტერიტორიულად სადიყავით ამ უკვე უნივერსიტეტს გავცილდით უნივერსიტეტის შემოსასვლელს გავცილდით ვიქნებოდით 50 მეტრო იქნება ალბათ იქიდან შადრევნებთან და მივდიოდით საზღვაო აკადემიაში ამ დროს შემოვიდა ეცნასი და სამწუხაროდ მე ვერ მივხვდი რა მოხდა, იმიტომ რომ 2 წუთში აი ამ მოედანზე დავში მარტო. ყველა გაიქცა სტუდენტობა და ბუნებრივია ისინი ხედავდნენ სპეცნაზს და როცა სტუდენტები გაგვეცალენ, მე დავინახე და იქ როგორ გადავჭრე არ ვიცი. მაგრამ საბედნიეროდ მოვასწრეთ და შემოვედით უნივერსიტეტის ეზოში და ბედნიერება ის, რომ ხელისუფლებას არ აქვს სალაპარაკო, რომ სტუდენტები ქუჩაში არ იყვნენ ქუჩაში, სტუდენტები იყვნენ უნივერსიტეტის ეზოში და ხო არ ვიცი საგანგებო სიტუაციის დროსაც მე მგონი რომ სტუდენტს აქვს უფლება ეზოში დადგეს. აქედან გამომდინარე ის შეფასება რაც ქალბატონმა ნინომ გააკეთა აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასება იყო. ამას სტუდენტებიც ხედავდნენ, ამას პროფესორ-მასწავლებლებიც ხედავდნენ. სხვათა შორის დღეს გამოსვლაში მე რატომაც გამოჩნდა მე ჩვენმა პროფესორ-მასწავლებლებმა შენიშვნაც კი მოგცეს, იმიტომ რომ არავინ არ დავაფიქსირეთ.
არ გახმაურებულა საზოგადოებას არ გაუგია რაღაც ქართული ინტერესის სფერო არ იყო, თუმცა ალბათ ამ სამის შესაძლებლობა იყო და რაღაც პრობლემებიც იყო ალბათ რომ არ გავცილდნენ, მაგრამ აი ამ ფაქტის შემდეგ მოწვეული იქნა აკადემიური საბჭოს ხტომა, გაფართებული აკადემიური საბჭოს ხტომა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ მოპატიჟებული, სამწუხაროდ ისინი არ მოვიდნენ და უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ოფიციალურად დაგმო ეს ფაქტი. მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი არაფერი. How გავხსოვით და აი სხვა არაფერი გავკეთებია უნივერსიტეტს და აფსოლუტურია რომ ამ ხანს ეს აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ეს არ იყო, ეს აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ეს არ იყო ადეკვატური, უფრო მეტი უნდა თქულიყო, უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ მოვედით ისე რომ არ შეფასდა დიდი მოდიში ბატონო. როცა გამოვხატავთ ხოლმე ჩვენს ამ პოზიციას ამ რანოებრის მიმართ და ვეუბნებოდით იქნებ ან რა უნდა მოყოს ყველაფერ ამას. ჩვენ გვიწით ხომ იყო ნინო გურჯანაძე, რომელთანაც მე პირადად არ შემიშვეს. რომ დაგმო ეს ფაქტი. იცით ჩვენ დაგმო ეს ფაქტი არ გვაკმაყოფილებდა სტუდენტებს და უნდა მოხდარიყო გამოძიება. იყვნენ დაზარალებულები, რომლებიც არ გამოაშკარავდა. შესაძლოა არიან. სწორედ ეს გვინდა რომ ნინო გურჯანაძე რო დაგმო და არასწორად რაოდენობით იყო ეს. ნათი რა თქმა რამდენი სტუდენტი დაშავდა და დაზარალდა თუ ანუ შენ როგორც ესეთი იყავი. არა, ბევრი იქნებოდა, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დაზიანებები რაღაცები არ ქონია ყოველას, მაგრამ ვიცი რომ ერთ-ერთი ფეხმძიმე გოგო იყო, რომელიც სარდაფში ჩააგდეს, თუ ნუ არ ვიცი, მოკლედ და ხელკეთებით ცემეს და რაღაცა, მაგრამ არ გახმაურდა რაღაც მიზეზების გამო. ძალიან სადეს რომ ესეთი ფაქტები დაიმალათ და ხადია, იმიტომ რომ ბევრმა არ ვიცი თუ ამის შესახებ. მაგრამ დაზარალებულები იყვნენ, ნამდვილად რაღაცები ფეხი ქონდა ნაყინი, ნუ იყვნენ ბავშვები, რომლებიც გადახდნენ, რომ გაქცეულყვნენ, იმიტომ რომ უზიანად ფეხი, მაგრამ იყვნენ რომლებიც ცემეს ამას. ნუ ეს ფაქტი რომ ძალიან ბევრი დაზიანდა და აი ამ ფაქტის შემდეგ მე პირადად სხვებთან ერთად, რექტორთან ერთად სხვათა შორის გავედით საავადმყოფოებში და მოვინახეთ ეს ბავშვები და რა ვიცი, ყველა შეშფოთებული იყო, მაგრამ ის ფაქტი რომ მე ამბობს რომ ნინო გურჯანაძემ შეფასება გააკეთა, ისიც უნდა გაიხსენოს რომ ნინო გურჯანაძემ მოგვიანებით ამაზე ბოდიში მოიხადა. იმიტომ რომ არასწორი შეფასება გააკეთა და ეს იყო აბსოლუტურად სხვაზე გადაბრალება, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ბოდიშის მოხდა რაღაც პერიოდის მერე პოლიტიკური კვლევით დაწერის მიზნით, ვფიქრობ არაფერი არ არის და რაც არგუმენტებს არ არის, ნუ თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. ანუ იგი ბუნებრივი ახლა ის მე ვაკითხვა რა, ჩნდება კითხვა, როდესაც ეს ფაქტები მოხდა. იყო შემდეგი პერიოდები, როცა შეეძლო ლექტორებს რომ გამოიხატა აზრი და ეთქვა გაეპროტესტებინა საჯაროდ, მაგრამ რატო არ ხდებოდა მაინც რა იყო აი ამის მიზეზი? ეს ამ კითხვაზე ძალიან გაგვეცდა პასუხი ბატონაზე, მაგრამ მაინც ჩვენს მაყურებელს აინტერესებს. ანუ რა იყო ამის მიზეზი, რომ აი ლექტორები უხეშად ვთქვათ, ხმას ავიღებდნენ, ან ვერ იღებდნენ? ძალიან ძიმე კითხვაა ჩემთვისაც. მაგრამ სიმართლე იყო ნაზი ლექტორები და ნამდვილად იცი, როცა წინასწრეს ბანოებში წინასწრეს როცა ქონდა დიდი რეაქცია, მოკლედ ჩვენ გვერდით იდნენ. ვიცი, კი ბატონო, იყვნენ ესეთი და ბევრი ამბობდა, რომელიც ხოლმე აუდიტორიაში ბევრი ამბობდა, მოდი ნათი ესე ვთქვა, უნივერსიტეტში ესე ამას ამბობდნენ, ბევრი ამას აფიქსირებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზოგადოება, საერთოდ უნივერსიტეტის საზოგადოება ამაზე ადეკვატურად ისეთი შეფასება ვერ გააკეთა, აბსოლუტურად გეთანხმები, რაც უნდა გაკეთებულიყო. და ბედნიერება რომ დღეს მაინც გააკეთდა და ჩემი გამოსვლა დღეს პირველად ესე დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მითქმია, შეიძლება არ მითქმია, რაღაცნაირად დამიფიქსირებია კიდეც, მაგრამ მე დავიწყე არა იმით, რომ მე ვამბობდი ან სხვა არ ამბობდა, ან სხვა ამბობდა. კიდევ ჩემი გამოსვლა ესე დაიწყო, რომ პირველ რიგში ყველა უნდა მოვიხადოთ ბოდიში, იმიტომ რომ 5 წელი გავიდა და 5 წლის განმავლობაში უნივერსიტეტში რაც მოხდა, მაშინ როდესაც უნივერსიტეტი იყო სუფთა ამ საქმეში, ვერ დავიცავით იმ გაგებით, რომ ეს დააბრალეს ვიღაცებს, ეს შეახოცეს ხელი ვიღაცებს, მე სტუდენტებს დააბრალეს, რომ საგანგებო სიტუაცია იყო და თუნდაც ქართლის გადატრიალება ჭირდებოდა და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში იყვნენ, მასთან იყო დეკანები, მასთან იყო რექტორი, მასთან იყო ის ადამიანები, ვისაც ამ სტუდენტებზე გული შეტიოდა. და ამ ადამიანების თვალწინ მათთან ერთად გავახეს ეს სტუდენტები. ბუნებრივია, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ უფრო მეტი უნდა თქმულიყო და მეტი უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ბედნიერება არის ის, რომ დღეს მაინც ითქვა და ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიებენ და წერტილი დაეცემა ამ საკითხს, ყველა დამნაშავედ და
ნატია ვინ იყო პასუხისმგებელი 8 ნოემბრის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით? უნივერსიტეტი, ხელისუფლება თუ საერთოდ სტუდენტობა? ვინ იყო? ხაზია იყო ხელისუფლება. იმიტომ რომ გასაგებია და გასაგებია სტუდენტებს კარგად უსმენდა დამთავრდა. ბატონო, როცა ვითხარით და ინფორმაცია მოვიდა ჩვენამდე რომ ქვეყანაში იყო საგანგებო მდგომარეობა, ამის შემდეგ მოხდა ამ აქციის დაშლა. ანუ აკადემიის სტუდენტები წავიდნენ აკადემიისგან და ჩვენ შევედით ეზოში. და შეიძლება ლექციებზე დასაუბრებული ყავით, იმიტომ რომ გამოჩნდა მე კი ბატონო, და არანაირი საჭიროება არ იყო სპეციალიზაციის. მოგვიწოდა რექტორმა, ეს და როცა მოვიდა ინფორმაცია, რომ მე დაუბრუნდით მართლა ვont, იმიტომ რომ დავემორჩილეთ მოკლედ რექტორს და ჩვენს დეკანებს. და რაც შეეხება ხელისუფლებას რექტორის ბრალი არ იქნებოდა ეს ფაქტი, იმიტომ რომ ანუ სტუდენტობამ საერთოდ იცოდით რომ საგანგებო მდგომარეობა იყო და არ უნდა იცოდეთ ჩვენ ლექციებზე ვისწრებით ხლოვანი დაახლოებით 10 წუთები იყო სადღაც 15 წუთი, ну 10-15 წუთი, როცა აკადემიის სტუდენტები მოვიდნენ უნივერსიტეტთან, ეს აქცია დაგეგმილი იყო. წინადად დავგეგმეთ ღამით, როცა 7 ნოემბრის აქცია მორჩა და აი 7 ნოემბერს როცა აქციას ვატარებთ ჩვენ, როცა ჩატარდა აქცია, აი 8 ნოემბრის აქციას ნამდვილად არ ვაპირებდით, მაგრამ როცა მოხდა დარღვევა თბილისში, მე გადავწყვიტეთ, რომ ბათუმში და რაში უნდა გავაკეთებინეთ დიდი მიტინგი. ანუ რომელსაც მოსახლეობაც შეუერთდებოდა სავარაუდოდ, იმიტომ რომ თვითში, როცა ჩვენ უნივერსიტეტის ეზოდან დავიწყეთ აქცია რუსთაველის გავლით, მივედით თეატრთან და ბათუმის მოსახლეობაც ხო, ძალიან კარგად მასწავლს კი ბატონო. ანუ ვაშტად იგივეს ვაპირებდით, რადგან მოხდა თბილისში დარდოვაშვილში მოხდა საბამოს. ანუ მიტინგზე გავიგეთ ეს გვია, რომ თბილისის აბსოლუტურად მესმის ხალხის ნათია, აბსოლუტურად გასაგებია რატო არ იცოდით თქვენ ეს ინფორმაცია. არ იცოდით, იმიტომ რომ ძალიან გვიან მოხდა, რამდენადაც მე აბსოლუტურად შეხვედრა ვისაუბრეთ, რა სიტუაციაში ხლა ამის დრო თუ არის კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რა სიტუაციაში გავიგე, მე რო იყო საგანგებო სიტუაცია. სადაც პირველზე ამ უფრო გვიან გამოაცხადეს პირველად რომ საგანგებო სიტუაცია თბილისში მხოლოდ და მეორედ გამოცხადდა სადაც ღამის 3 საათზე ან შეიძლება უფრო გვიან. შემთხვევით კი ვამბობ, რომ შემთხვევით რა ვუყურებდი ამ პერიოდში ტელევიზორს და ვიცოდი რომ იყო საგანგებო სიტუაცია. დილით როცა მოვედი და სტუდენტების მოძრაობა იყო, ბატონი გიამასოვკინი იყო და ბატონ გიას უცხარი და ბატონ გიამაც მიცოდა და აბსოლუტურად შეგნებულად ვეცდებოდით რომ ეს მიტინგი არ ჩატარებულიყო. იმ გაგებით რომ ხელისუფლებას არ მისცემოდა საშუალება იმის თქმის, რომ საგანგებო სიტუაციაში, აი სტუდენტებს რომ ცოდნა საგანგებო მდგომარეობა იყო გამო. მოდი დავასრულებ ძალიან ვიდოდით თუ არა აი ამ დიდი ბოდიშმო დავასრულებ და სწორედ იმიტომ რომ სტუდენტებმა დაიჯერეს რექტორის, დეკანის, ბატონი გიას, მეც იქ ვიყავი ჩვენი რომ დაიჯერეს, სწორედ ამიტომ წავიდა აკადემიის სტუდენტობა აკადემიაში, ხოლო ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები შემოვიდნენ უნივერსიტეტის ეზოში. ამის შემდეგ არანაირი საჭიროება იმისა, რომ სტეზნასი შემოსულიყო, არ იყო და ბედნიერება არის ის, რომ ხელისუფლებას დღეს არ აქვს სათქმელი, რომ სტუდენტობა იყო ქუჩაში და იყო საგანგებო სიტუაცია და ამიტომ დავალდი. მე ძალიან მაინტერესებს დღეს გამოძიების დროს, როგორ გაიმართლებს ამის დამდგმელები, ამის ავტორები თავს, როდესაც სტუდენტი იყო უნივერსიტეტის ეზოში და საგანგებო სიტუაცია ვერანაირად ვერ შეუშლის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტის დგომას ხელს. რომ ცნობდა სტუდენტებს, რომ საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული ქვეყნის მასშტაბით. გამოხვიდოდით თუ არა მაინც ამ აქციებზე და ჩატარებით აი ამ მიტინგებს. იცით, როცა წინათ ეს დავგეგმეთ, ხადი არ ვუხდით, რომ მეორედაც იქნებოდა საგანგებო მდგომარეობა. და მოგახსენეთ, აღნიშნე, რომ აი ცოტა ადრე დაიწყო ეს ყველაფერი, ნოემბრის ადრე დაგეგმილი იყო, მაგრამ აი არ ვიცოდით და ჩვენ გავიგეთ, როცა ვუთხრეს ლექტორებმა და რექტორმა, რომ არის საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, მაგრამ მართალია თავი არ დავიჯერა. იმიტომ რომ მე მე მახსოვს რომ ეს რომ დავიშალოთ, ამიტომ გეუბნებით. ეს მახსოვს. იმიტომ რომ დავიშალოთ. და ბუნებრივია, რომ ეს რეაქცია გიქნება. და პოზიციის გამოხატვა, მოკლედ. და ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას იქ დგომით. ძალიან კარგი რომ გაიხსენე მახსოვს ეს რეაქციები და ბუნებრივია. მე ახლა ამას მართლა არ ვიცი, მაგრამ იყო მე გამოდები დაჟნებული თხოვნა მოთხოვნა თქვენი რომ არ ვიცი მოკლედ ძალიან კარგად მახსოვს რამოდენ აი რექტორი მახსოვს ძალიან კარგად მართლა როგორც რომელიც
მოვიდა და დაჟინებით მოითხოვა. რომ უნდა დავშილიყავით და უნდა შევთვლიყავით ყველანი და საბედნიეროდ სტუდენტებმა მიიღო გადაწყვეტილება და რექტორის პოზიცია გაითვალისწინა და შევიდა უნივერსიტეტის ეზოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო და ამის შემდეგ თვითმმართველობაზე საუბარი არც მაშინ არ მინახავს. დიახ, სამწუხაროდ მეც უნდა ვთქვა, რომ ბოლო დროინდელ აქციებზე, რომელიც გავმართე ჩვენ სტუდენტებმა, აი ამ აქციაზე გამოვიდა სტუდენტური თვითმმართველობა და ძალიან სამწუხაროდ. ამ წუთას უჩა აბრამიშვილია თვითმმართველობის თავმჯდომარე. ჩვენ დროს თვითმმართველობის თავმჯდომარე. დიახ, ანუ ბატონო ანდორ ჩვენ შეიძლება ითქვა ძალიან ისეო. ხო, ამ თემას ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ, ამიტომ ჩვენ აქტიური მაყურებელი გვყავს. ძირითადად ჩვენი მაყურებლის სეგმენტი არის ახალგაზრდა და სტუდენტები და კითხვა შემოვიდა ბატონო ანდორ, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ლექტორები იყო ისევ და ისევ ჩუმადო, ესეთი კითხვა შემოვიდა და არ ვიცი ამდენად გამართულია, მაგრამ აბსოლუტურად გამართულია და ძალიან საინტერესო კითხვა. სამწუხაროდ იმ პერიოდმა მოიტანა ეს ყველაფერი. სულგან თვითცენზურა, სულგან ცოტა სხვა რამე, ადამიანებს ოჯახები აქვთ. ამის გამარჯვება. ვფიქრობთ, რომ ლექტორებს ეშინოდათ, რომ დაკარგავდნენ იცით რა, როდესაც შვიდმოებას უყურებს ადამიანი და როდესაც უყურებს იმედის დარბევას, როდესაც ხედავს უნივერსიტეტში ესეთ რაღაცებს, მე აბსოლუტურად მესმის, რომ შეიძლება ეს უფრო მუხტის მომცემი იყოს, უფრო მეტი უნდა თქვა, შეიძლება. მაგრამ შეიძლება ბოლომდე გაჩვენდეს და სამწუხაროდ მაშინ მოხდა ისე, რომ ყველა გაჩვენდა. მთელი საქართველო გაჩვენდა და სამწუხაროდ მივიღეთ ის ფაქტი, რომ 5 წელი კიდევ გაგრძელდა ეს სიტუაცია, რა სიტუაციაც იყო. სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვამბობ და ალბათ ვისწავლეთ, რომ არასდროს არ უნდა გავჩვენდეთ და დღეს ვთქვი, რომ ალბათ ამან გვასწავლა კიდევ ერთხელ. მდგომარეობაში, რომ ადამიანმა პოზიცია დააფიქსიროს, რომ სახელმწიფო გიყავენ არის ვიღაცისთვის გმირობა და ვიღაცას ეს არ შეუძლია, ხო? ნუ არ ვამბობ, რომ ვინც გამოვიდეს ის გმირები იყო, უბრალოდ თავის პოზიციას აფიქსირებდნენ ეს ხალხი, მაგრამ ვიღაცისთვის ეს იმდენად მძიმეა, რომ გმირობა არ შეუძლია. მესმის, რომ ადამიანმა დააფიქსიროს უბრალოდ არ შეუძლია. იყვნენ ლექტორები, რომლებიც ჩვენთან აუდიტორიაში აფიქსირებდნენ თავისას და ჩვენ რომ ლექციას ტოვებთ და მოვდივით, იცი არა პროტესტი. არიან ადამიანები, რომლებმაც ღია დააფიქსირეს, არიან ადამიანები, რომლებმაც ამის შესახებ დააწერეს, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს არ იყო მასიური და ეგაა უბედურება, თორე როგორ არა დააფიქსირდა პოზიცია, დააფიქსირდა პროტესტი, ითქვა ხმამაღლა, ამას უნივერსიტეტში აღიარებდა. როცა მე მახსოვს ერთ-ერთი შეხვედრა იყო, იყვნენ ლექტორებისა და სტუდენტების შეხვედრა იყო, მოკლედ და სადაც მოვითხოვდით ჩვენ სტუდენტები მოვითხოვდით, რომ აი ამ ფაქტს უნდა მოყოლოდა უნივერსიტეტისგან, რაიმე იცით, ანუ ხომ შევხვდით მებურჯანას. არ გვაქვს ყოფილა ეს შეხვედრა, რომელზეც უმრავლესობა სტუდენტებისა არ შეხვდეს. ნაწილი რომელსაც არ ვიცი, რაღაცის თქმა შეეძლო თუ ვიღაცებმა შეიყვანეს ის ნაწილი, არ ვიცი მოკლედ რა მოხდა და ინფორმაცია მებურჯანასთან მხოლოდ ის გამოვიდა, რომ ის ბოლოს მოვიდა კი და არ თუ არ ყოფილა დაფასება ამ ფაქტს. და მხოლოდ ეს მოყვა უნივერსიტეტისგან ძალიან უყვარ, მაგრამ სხვა ვერაფერი გააკეთა უნივერსიტეტმა, რომ ვერ დავიცავთ. მხოლოდ ის რომ მოხდა ბურჯანაძესთან შეხვედრა. ვერავიცილეთ თავი რაც მოხდა და მეორე ფაქტი. ბურჯანაძესთან შეხვედრას თუ ვინმე უწოდებს შეფასებას, ეს იყო აბსოლუტურად კიდევ ვთქვათ, ცილის წამება, რომელსაც ცილი დასწამა ადამიანს მე ბოდიში მოიხდა. ეს არ არის ახლა შეფასება. უნივერსიტეტმა ვერ გაბედა და ვერ თქვა, რომ ეს იყო ცილის წამება ადამიანს. კიდევ ცილი დასწამეს და მე თვითონ ბურჯანაძე მოიხდა ბოდიში. ეს არის იმის დასტური, რომ იყო ცილის წამება. ეს ინფორმაცია ქონდა იმ ადამიანს და ახლა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს რეალური ინფორმაცია, მე არ ვამბობ, რომ ბურჯანაძე იცოდა. არა, ამ ინფორმაცია შეიძლება იცოდა და შეიძლება ცილი დასწამა და შეიძლება არ იცოდა, ხო? ორი მომენტია. მე უფრო მჯერავს, რომ იცოდა და ცილი დასწამა. კი ბატონო, შეიძლება ესეც თქვა. მაგრამ ვიღაცები ამბობს, რომ არ იცოდა. თუ არ იცოდა, მაშინ რა მაშინ პრობლემა ეს არის, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არ იცის. ეს არის პრობლემა. თუ იცის და ცილს წამოს, მაშინ ეს უარესი პრობლემაა. ყოველ შემთხვევაში ის შეხვედრა ისეც და ასეც იყო პრობლემური. ეს იყო პრობლემური არა უნივერსიტეტისთვის, ეს იყო პრობლემური ნინო ბურჯანაძისთვის პირადად. თუ კიდევ ერთი დადებითი მომენტი არის ის, რომ თავისი პრობლემა შეცდომა თვითონ გამოასწორა და საჯაროდ გაზეთში მოიხადა ბოდიში, რომ ესეთი რაღაც ეს არ იყო ამ ფაქტის შეფასება და ეს ფაქტი უნდა შეფასდეს დღეს. დღეს ბატონო მე ხოლმე შემოვიდა, რომ ეს ფაქტი იყო სტუდენტების დაშინება, რომ არ განმეორებული იყო ასე ვთქვათ სტუდენტების ერთგვარი აჯანყება პროტესტი დიახ ბატონო ხალხმა ასე განაცხადა და ანუ
თქვენ რას ვფიქრობთ, რა იყო აი ამ დარბევის მიზანი? იცით, როცა ისეთი მოვლენები ხდებოდა თბილისში რა. საქართველოს გული როცა ძალიან თეთრა თბილისში და ბათუმში ასე ძალიან შენ საქართველოში არ იყო რეაქცია დაუდგა ბათუმიდან სტუდენტებიდან და ამას მოყვა 7 ნოემბრის სამამულოს იცით რამდენი ხალხი იყო გამოსული არის ათასობით ადამიანი იყო თეატრთან როცა უნივერსიტეტიდან ჩვენ გადავინახეთ 1000-ობით ადამიანი იყო და მე მართლა ვიხარ უფრო შიშობდი ძალიან ბევრი ხალხი იყო რა იმედია სხვა არაფერი მოყვება თქო რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოლიციელი იყო და ძალიან შიშობდი რა ну პოლიციის მართლა არაფერი მოხდა რა პატრულების მხრიდან არ ვიცი მოკლედ და ძალიან შიშობდი მეორე დღეზე მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდარიყო ეს და დაშინება რა თქმა უნდა იყო და ეს იყო 8 ნოემბერში შესაძლოა ყოფილიყო ის რასაც შეიძლება ძალიან ცუდი მოყოლოდა იმისთვის რა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცების გაკეთება შეიძლება თუ ოღონდ გაგრძელდებოდა ნათი მე ერთი რაღაცა დავამატე ანუ ისიც მომიდა თუ გამოვიდა ყველა და გამოვიდოდა დარწმუნებული ვარ სტუდენტობა და მოსახლეობა ბევრი შეუერთდებოდა იცით სხვა ქალაქებში სუსტად ამის თქმა მინდა სტუდენტების გამოვიდნენ სხვა ქალაქებში და მე არ ვიცი ცოტა ისეთი აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ და ზუსტად ამის მინდა დავისვრო როდესაც საგანგებო სიტუაცია გამოსხდა თბილისში და 2 საათში გამოსხდა მთელ საქართველოში ნებრივია რაღაცა შიში დაინახეს თორე ეს შემთხვევით არ მოხდება ხო თავიდანვე გამოაცხადეს თბილისში ეს არის როგორც ხედავდნენ ანალიზს აკეთებდნენ ჩვიდში ბათუმში ძალიან დიდი გამოსვლა იყო ნებრივია დაისვა კითხვა რომ ესენი გაგრძელებენ თუ არა გამოსვლას როგორც ჩანს და აი სამიმუშოდ დაისაჯა ბათუმის სტუდენტობა იმიტომ რომ სხვას არავის არ აგაედით მე ესეც შეფასებას ვაკეთებ ანუ იყო თუ არა მაინც მაყურებელს აინტერესებს ახლა ჩვენ შეიძლება ვიცით მაგრამ იყო თუ არა აუდიტორიებში შევარდნა სპეცრაზმის და დარბევა და ასე ვთქვათ ხელკეტების გამოყენება სამწუხაროდ იყო სამწუხაროდ მეხუთე სართულამდე აღწიეს არ დაეზარა არც ერთი აუდიტორიის შეერება და არ ვიცი ვინც შეხვდათ რომ გაიზარდა ზურგმაგას რომ საშინელება იყო საზღვრობა იყო აი ის წარმოუდგენა არ ვიცი ძალიან ცუდში ვიყავით ყველა და ყველა ემოციურად ვიყავით ძალიან ცუდში დაძაბული და სამართალია საბოლოო ანუ შეძლეს აი ამ დარბევით სტუდენტების დაშინება მაინც შედეგი ჰქონდა თუ არა ამასაც მოგახსენეთ მოკლედ ესეც როცა შევოიდე ნახოს რომ ის იყო ჩაკეტილი არ ვიცი რეკორმა შიშკარი ჩაკეტილი მიღწევა ჩაკეტილი შიშკარი და ეს შიშკარი როგორ გაიყო ვიდეო მასალებით არის სპეცრაზმი ხო ვიდეო მასალები მე მახსოვს მაშინ ყველაზე ობიექტურად ვინც აშუქებდა ყველაფერს იყო იმედის არქი იმ არ ყველა ვიდეო შეკრებილი ჰქონდა რომელიც მიბაძღოდა სტუდენტებმა მოკლედ იმედის ნათია მე იქ ვიყავი და არის საუბედუროდ არ იყო ჩაკეტილი თორემ შემოვიდა არ ვიცი რა თქმა ეს შიშკარი ჭიქა როგორ იყო ეხლა მოხურული იყო აი სტუდენტები შიგნითებდნენ სპეცნაზი გარეთ იყო ჩაკეტილი არის არა იმიტომ რომ მე მახსოვს ეს თარკი და პატარა შემოსასვლელი იყო ღია კიდე პატარა შემოსასვლელი იყო ღია იგი ჭიშკარი იყო დაგეკეტილი და პატარა იყო ღია რომელიც მე დაიკეტა მე ერთი მახსოვს არა იმიტომ რომ დაკეტოს ვერანაირად მოასწრებდა იმიტომ რომ ესნა სადღაც ქეფით ეხლა ვერ დავიღებ ბატონო შეიძლება მოხურული იყო მაგრამ იმ ფაქტმა რომ ესნაძი როცა მოვიდა 1-2 წუთი იდგა არ შემოვიდა აი მანდელი თარგებდება ეს ზუსტად გეტყვით ზუსტად აი შემოსასვლელთან ვიდექი მე და მერაბხალვაში იმიტომ რომ ორი სტუდენტი რექტორი და მე პრეზიდენტი და ორი სტუდენტი თუ გახსოვთ შემოვყავდა შემოვიყვანეთ და ერთი სტუდენტი გაგვდარჩა გარეთ კიდევ რომელიც გავედით შემოსაყვანად და უკვე სპეცნაზი მოვიდა და ამ სტუდენტმა არქში გაიქცა და ჩვენ მე შიგნით შემოვედით და ჩაკეტილი არ იყო უბრალოდ დახურული იყო ეს სიტუაცია იყო შიგნიდან მივიდნენ სტუდენტები გარეთ იყო სპეცნაზი სადღაც 9 წუთი არ გაგრძელებოდა ეს მდგომარეობა და არ ვიცი რა შეუძლებოდნენ დავალდება უცებ შემოერგო ეს ამას ვერ დავიჟინებ მაგრამ რამდენადაც ვიცი იქიდან მორბოდნენ კიდე გაჩერდნენ გაჩერდნენ და სადღაც 9 წუთი ამას მე მაგიქნებინა რომ იქნებ ჩაკეტილი იყო ჭიშკარისკო და მე საუბედუროდ არ იყო და თავისუფლად შემოვიდნენ ხო მაინც შემოვიდნენ ისე არ ვიცი რაღაცა თუმცა ჩაკეტილის ყოფილიყო ეს ვერ გააჩერდა ისეთი აგრესია და რამდენადაც გაცნობები არ მიხვდნენ ესენი არც ერთი იმიტომ რომ ვერ გეტყვით ნამდვილად არ ვიცი ბათუმელები არა იმიტომ რომ ჩამოიყვანეს ეს ინფორმაცია იყო ჭოლის დონეზეა რა თქმა უნდა
ნადეჟთან ვაკითხვა, ანუ იგივე კითხვას გავიმეორებ, ანუ გამოიყო თუ არა შედეგი აი ამ დარბევებმა და დაშინებებმა, საბოლოო ჯამში მაინც შედეგი როგორია? კი, დაშინებები კომენტულად ვიცი. შედეგი ამდენადაც მახსოვს ცოტნიანამდე ხა. ეხლა პატიმარია და ალბათ სიტყვია რომ ცოტნე ციხეში იყო. ცოტნეთან იყო, იმიტომ რომ ცოტნე იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი კიდე წინადღის აქციების და მოკლედ ცოტნესთანაც იყო დაიბარეს სადღაც, მაგრამ დაშინებებად იყო სტუდენტები გოგოებიდანაც. გოგოები დაიყვანეს, მე ვიცი ერთ-ერთი გოგო, რომელიც რამოდენიმე საათი ყავდათ პოლიციაში. ну, სახედაროს ვერ დავასახელებ, მოკლედ, პროფანს მოკლედ. მაგრამ ჩემი მართ არ ყოფილა არასდროს. არ ვიცი რატომ. არასდროს არავის არაფერი არ ვიცი. ახალ პერიოდი ალბათ იყო ეს ამას შედეგი გამოიღო, მაგრამ ძებადიან პერსპექტივაში ვნახეთ, როგორ დავიდა აი ამ აგრესიამ გამოიწვია ის, რომ ეს ახალი ჩვენ ხონდა მე მოდრომა ბატონო არ ვიცი რამდენად გავხამიზეთ ინფორმაციას ჩვენ ამის შემდეგაც ხონდა კი ამ მოვცა იმის საფუძველზე ჩვენ გვინდო აუცილებლად უნდა გვეთქვა ჩვენი სიტყვა და ჩვენს მოძრაობას სწორედ ესე დავხდით სტუდენტურ ახალგაზრდული სიტყვა სადაც ბათუმის მთელი ახალგაზრდობა იყო შეიძლება ითქვას გაწევიანებული და არ ვიცი ჩვენ ვაპირებდით როცა საჭირო იყო მაშინ ოღონდ სტუდენტების მხრიდან არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის არცერთი პოლიტიკური პარტიის პოზიციის დაფიქსირებას ავაპირებდით და ხალხი რამდენად დიდხანს არ არსებობდა მართალი პერიოდში მხოლოდ ეს მაგრამ რამდენხანაც იარსებებდა უბრალოდ უნდა ყოფილიყო სტუდენტური სიტყვა და ვფიქრობ საჭირო იყო იმ დროს სტუდენტური სიტყვა და თვით როდესაც საჭირო იყო მაგრამ დაშინებები იყო ძალიან ბევრი ბავშვი ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რომ ამას აკეთებდით და დღესაც უნდა გააგრძელოს სტუდენტობამ ამის კეთება დღეს სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი კოლეგა თავის გამოსვლაში ესეთ რაღაცას ამბობდა და აბსოლუტურად ვეთანხმები და ვუერთები რომ სტუდენტობა გაცილებით მაღლა დგას დღეს და გაცილებით ბევრს აკეთებს ვიდრე შეიძლება ჩემი თავგად ნუ ახლა ძალიან საკმაოდ არც მე არა ვარ მაგრამ სტუდენტობა მართლა ძალიან ბევრს აკეთებს და აი პირდაპირ ესე იყო რა თქმა უნდა მოდი ამომავლდეთ ჩვენი სტუდენტები და მართლა უნდა იცით რა სტუდენტები თავისათქმელს ამბობენ და ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ ვალდებული და ჩვენი ვალდებულება ეს არის რომ ნამდვილად მაგვერთით ვიყოთ მაგრამ თავარია სტუდენტებმა თქვან თავისი სიტყვა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის აზრი იყოს ამაში ჩაბმული. აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და მართლა. აი წლების მერე როცა ვიხსენებ ამას მეთქი ვამბობ ხოლმე რომ მე მიამაყება რომ მე ვამბობდი სტუდენტურ სიტყვას და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. თუნდაც მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ნამდვილად ხონდა ეს ამ ადამიანთან შეხვედრა, ანუ გულისხმობ თუნდაც მიტინგებზე მოდიოდნენ ეს ადამიანები, ხო? არავის არ უთვლით მართალი რომ ეს იყო სტუდენტური მოძრაობა და ესეც უნდა გაგრძელდეს მე მგონი და ეს არ უნდა იყოს მოკლევად. ხო, მე ვფიქრობ რომ სტუდენტებმა უნდა გააგრძელოს აი როგორ რაიმე ფაქტი მოხდება ისე. ეს თეორია ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ორივეს მისამართი მექნება ეს კითხვა, ანუ ხედავ თუ არა აქტიურ სტუდენტობას და მსგავს შემთხვევაში რას ვფიქრობთ, როგორ მოიქცეოდა ჩვენი სტუდენტობა? მოდი ნათის დავასწრებ მე ხედავ და დავინახე ამ ბოლო პერიოდშიც, როდესაც სტუდენტობა გამოვიდა, თბილისიდან დაიწყო, მე ბათუმით შევერდა, სხვადასხვა რეგიონებში შევერდა და ჩვენი უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობდა არჩევნებამდე. ციხის კარგები ყველას კარგად გვახსოვს, მე სტუდენტებთან ვიყავი, იქ ვიდეგი და სიამოვნებდა ერთი რაღაცა, როგორც კი გამოჩნდებოდა რომელიმე პოლიტიკოსი, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მაისურით ჩასმული ადამიანი, კულტურულად მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ. ძალიან დიდი ბუდიში, მაგრამ ჩვენ სტუდენტებმა ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. არიან ეს ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ, საბედნიერო ჩვენი სტუდენტები ამბობენ სიმართლეს, ეს არის უდიდესი ბედნიერება ჩემი. და თუ ასე გაგრძელდება და თუ სტუდენტობა თავის ადგილას იქნება, თამერწმინდეს რომ უნებრივია საზოგადოება ამას დაინახავს და საზოგადოებაც ფარს დაუჭერს, გვერდში დაუდგება და ეს იქნება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება. შეიძლება ასე დავამატეთ, მაგრამ თქვენ აღნიშნეთ, აღარ თქვენი თვითმმართველობის თავმჯდომარე ახლა თქვენი ნუ რაღაც მოვლენების დროს ამბობთ. მე ხო, ძალიან ცუდია, იმიტომ რომ თქვენ აირჩიეთ თავარაუდოდ, თქვენ უნდა აღარჩევით. ნუ წესით მასე ხდება, რომ სტუდენტებმა დაიჭირონ, მაგრამ
ამბოლდოს მე ის რომ იმ ადამიანს მე ეხლა რა ურთიერთობა გაქვს, რა დამოკიდებულება გაქვს, მაგრამ იმ თვითმმართველობაშიც, აი მე მაგალითად იმ თვითმმართველობაშიც ძალიან ბევრს ვიცნობ, რომელიც ამ პროცესს გამოხატავდა, იგენ თქვენთან თუ არ იყვნენ, არ ვიცი ახლა მე სახელმწიფო ვერ ჩამოვთვლი ნამდვილად, მაგრამ არიან ის მისეული ადამიანებიც, რომლებიც მართლაც არანაკლებ გული შეტყივა თავის ქვეყანას და არანაკლებად აფიქსირებენ თავის პოზიციას. მაგრამ იცით რა, აქვე დავამატე თუ შეიძლება. ის რომ ხართ თვითმმართველობის თავმჯდომარე არ არის მარტივი. არის თვითმმართველობაზე მოდი გეტყვით ერთ რაღაცას. ეგ არ უნდა მეთქვა, მაგრამ უნდა მაინც უნდა თქვა 2008 წელს თუ გვაქვს დრო დავით არ ვიცი მაგრამ 2 წუთი გვაქვს. უნდა თქვა მაგრამ 2008 წელს როდესაც თავნიშნე თეკანის მოვალეობის შესრულებლად ერთ-ერთ ფაკულტეტზე და ტარდებოდა თვითმმართველობის არჩევნები. და ნორთვეში არის თეკანის არჩევნები. შემოდის სტუდენტი და მეუბნება რომ მოდი ახლა მხარე დავიჭირეთ და მე თქვენ დავიჭერთ ხარს. აი ამაზე დიდი შეურაცხყოფა ჩემთვის არავის არ მოუყურებს. და იმ ადამიანს ვუთხარი. ხარ სტუდენტი. გააგრძელეს სწავლა. მაგრამ ძალიან გთხოვ მეორედ ჩემთან არ შემოგვიდეთ. თუ რაიმე შეფეთქი იქნება ჩემთვის მოადგილესთან შემოვიდეთ. და ამ ისე დაამთავრა უნივერსიტეტი და ისე წავიდა ის გახდა მაინც ფაკულტეტის თვითმმართველობის მწვანელი ისე წავიდა უნივერსიტეტიდან რომ ნუ ძალიან ცივი გამარჯვება თუ ქონდა მასთან რა. ეს პრაქტიკა უნდა მოისწოს და ეს პრაქტიკა სამწუხაროდ რაღაც დონეზე იყო, ეხლა მე ამას ვერ განვაზოგებით და ვერ ვიწევ თვითმმართველობა ესე. სამწუხაროდ ელემენტები არის, რაღაც ელემენტები. აი, პროტა, ახლა მიდე ის დაფიქსირება მართალია ამ ეს არ არის თავი თემა. დღევანდელი დღით, მაგრამ იცით, როცა თვითმმართველობის თავმჯდომარეს ვირჩევთ, უნდა იცოდეს იმ ადამიანმა კარგად, რომ თავის სტუდენტების გვერდით უნდა იყოს ყოველთვის. მოდი ამას შევეშვათ სპარტიმა და დიახ, თავი. ეგ ძალიან მისეული ადამიანები არიან. ნათია, იმ დროს როცა ხდებოდა ეს დარბევები, თუ გააპროტესტეთ, ან თუ მოუყევით რომ სამართალდამცავ სტრუქტურას, ან ორგანოს, აი ამ ფაქტის შესახებ და რა რეაგირება იყო მათგან? თუ ყოფილა ეს შემთხვევა? მაგათო ჩემი პირადად არ ვიცვარ, მაგრამ იქ რომ ისულიყავი, ფიქრობ ხო, ახლა ვის ქონდა ამ ილუზია რომ აი საერთოდ ეს რომ ისულიყავი გიმასთან მისგან წამოვიდა ეს ყველაფერი ახლა გეხვეწოდია. დიახ და ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვთ, ამიტომ რამდენიმე სიტყვით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ახალგაზრდებს, თუ რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იყოს საერთოდ სტუდენტი და რა არის უნივერსიტეტის იდეა, აი რა აცოცხლებს უნივერსიტეტს. მამოძრავებელი ძალა რა არის ბატონო? პირველ რიგში უნივერსიტეტის მამოძრავებელი ძალა არის ახალგაზრდობა და სტუდენტობა, რომელიც ძალიან კარგი ახალგაზრდობაა. ძალიან კარგი სტუდენტები არიან და მე მეამაყებ, იმიტომ რომ რაღაც შეუძლიათ სიმართლის თქმა, პირდაპირ გითხრან, დაგაკეთონ ფაქტის წინაშე და პრობლემები ესე გადაწყვიტონ პირდაპირ გულწრფელობით, ეს უნდა გააგრძელონ. უნებრივია, რომ უნივერსიტეტის ამოცანა მხოლოდ ის არ არის, რომ სტუდენტი რაღაც სპეციალობის მიიღოს და მერე დასაქმოს. უნივერსიტეტის სტუდენტი უნდა ჩამოყალიბდეს პიროვნებად და ამას კარგად ახერხებთ, იმიტომ რომ ასეთი პრობლემები ამას ხელს უწყობს. უბედურება არა ეს პრობლემების გამო ისწავლე იქ ყველაფერი, მაგრამ მეტნაკლებად ხელს უწყობს, როდესაც რეაქცია არის და შენი დამოკიდებულება სხვა არის და მე მინდა მოვუწოდე სტუდენტებს, რომ არასდროს არ გაჩვენდნენ ყოველთვის თქვა სიმართლე და საზოგადოება ყოველთვის გამოაფრთხილდა, იმიტომ რომ სტუდენტობა ყოველთვის იყო ის ძალა და ჩვენ დროსაც, როცა სტუდენტი იყო, ჩვენც ესე ვიქცეოდით. არის ის ძალა, რომელსაც უნდა გამოაფრთხილოს საზოგადოება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტუდენტობა ძალიან კარგად აწარმოებს თავს. ნათია, შენ რაც მიმართავ, ჩვენ ცოტა ისე გამოვიდა, რომ თავის საქმე რაც იყო და ერთი საქმელი ითქვა, ამიტომ მაინც შეიძლება მიმართო. მე ვფიქრობ, რომ მართლა თავი ძალა და რაშიდაც ყველა ხედავს, იმიტომ მე ის ვიღაც პოლიტიკური პარტიები რაღაცას მოგწოდა და იმას მოგწოდა, მაგრამ თავი ძალიან მნიშვნელოვანი რასაც ეს ბავშვები ხედავენ და სტუდენტები საერთოდ ხედავთ. მინდა სტუდენტების სახელით გამომიდო მე მაგისტრანტი ვარ ახლა. და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია და არის სუფთა. არის თავია. და ძალიან მნიშვნელოვანი სტუდენტების სიტყვა. და ვფიქრობ, რომ ყველა მოვლენაზე რაც უარყოფითია შესაბამისი რეაქცია უნდა ქონდეს და დეფიციტი შესაბამისად. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ იამაყებოდეს, რომ როცა გააკეთეს სტუდენტობის დროს რაიმე ის იყო მართალი სიტყვა.
დიახ, ესე იგი ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს. ჩვენი სტუმრები იყვნენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ბათუმის შოთა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი ანზორ ბერიძე და ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი ნათია დიასამიძე. ძალიან დიდი მადლობა მაყურებლებს, ჩვენ შევხვდებით რამდენიმე დღეში.